ქალთა უფლებების საკითხებში ავღანეთის ყოფილი მინისტრი სიმა სამარი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ევროკავშირის დამოკიდებულებით თალიბებისადმი, რომლებმაც 5 წლის წინ კვლავ ძალადობრივად ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და ადამიანის უფლებების სფეროში კატასტროფული მდგომარეობა გამოიწვიეს. ევრონიუსთან საუბრისას ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ შეშფოთებული იყო, როდესაც ივნისის ბოლოს შეიტყო ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრიუსელში ვიზიტის შესახებ, სადაც ევროგაერთიანების მაღალჩინოსნებთან შედგა კომუნიკაცია მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით. სიმა სამარის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც თალიბანი ხელისუფლებაში დაბრუნდა და პოზიციები განიმტკიცა ავღანეთში ყოველდღიურობა მკვეთრად გაუარესდა, თუმცა განსაკუთრებით გამწვავდა გოგონათა და ქალთა მდგომარეობა. მათ წინააღმდეგ გამოიცა 160-ზე მეტი სხვადასხვა სახის ბრძანება, რომელიც კიდევ უფრო მეტად ზღუდავს მათ ისედაც შეზღუდულ უფლებებს. მაგალითისთვის, გოგონებმა დაკარგეს განათლების მიღების შესაძლებლობა მე-6 კლასის შემდეგ, ქალებს კი აღარ შეუძლიათ სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში. მათ ასევე აღარ აქვთ კონკრეტული მიმართულებით მუშაობის დაწყების საშუალება. მედიც, ქალებს არ აქვთ ხმამაღლა ტირილის უფლებაც კი. საერთაშორისო უფლებადამცველო ორგანიზაციაში Human Rights Watch-ი მიაჩნიათ, რომ ეს ზომები გენდერული ნიშნით კაცობრიობის წინაშე შადენილი დანაშაულების ტოლფასია. მიმდინარე წლის მაისში ევროპარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ მკაცრად აღმომდიდრობითი სქესის წარმომადგენლებისადმი მსგავსი არადემინური შეზღუდვები. ევროდეპუტატებმა ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს შეინარჩუნონ თალიბანის არაღიარების პოლიტიკა და ასევე ღიად გააკრიტიკეს ბრიუსელის გადაწყვეტილება ორგანიზაციის წარმომადგენლების ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მიწვევასთან დაკავშირებით. And what we have as a position is that we remain gravely concerned by the system. ჩვენი პოზიციაა, რომ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული ავღანეთში ადამიანის უფლებების სისტემატური და ფართო მასშტაბიანი დარღვევებითა და ხელყოფით, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების მიმართ. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ავღანეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, პატივისცეს დაიცვას და უზრუნველყოს ყველა ავღანელი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და შეასრულოს ავღანეთის საერთაშორისო ვალდებულებები. რაც შეეხება თალიბანთან დაკავშირებით ჩვენს ზოგად პოზიციას, ჩვენ გვაქვს პრინციპებზე დაფუძნებული ჩართულობის პოლიტიკა. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირს მიანიჭეს მანდატი შეენარჩუნებინა ოპერაციული ურთიერთობა ავღანეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. ეს გადაწყვეტილება 2021 წლის სექტემბერში იქნა მიღებული და ეფუძნება 5 კრიტერიუმს, რომლებიც იმავე საბჭოს დასკვნებშია განსაზღვრული. თუმცა ამასთან ერთად ჩვენ არ ვაღიარებთ და არ ვაკანონებთ ამ ხელისუფლებას. ჩვენ თალიბანთან ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებსა და ინტერესებს წარმოადგენს. Values and interests. ევროკომისიის ამ პოზიციის მიუხედავად სიმა სამარი თვლის, რომ თან თალიბების ქმედებების დაგმობა და თან მათ დელეგაციასთან შეხვედრების გამართვა არის ორმაგი სტანდარტი. ავღანეთის დე-ფაქტო სახელისუფლებო დელეგაცია ბრიუსელში 23 ივნისს ჩავიდა, სადაც ევროკავშირთან გაიმართა პირისპირი დიალოგი ბლოკის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას მოყვა კრიტიკა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა მტკიცებითაც თალიბებთან რაიმე კავშირის დამყარება შეიცავს საფრთხეს, ძირი გამოითხაროს ადამიანის უფლებების დაცვისადმი ევროკავშირის ურყევ პოლიტიკას. თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოში ძალადობრივი გზით დაბრუნდა. ამით დასრულდა ქაბულში შეერთებული შტატების სპეციალური სამხედრო მისიაც. თალიბების მთავრობას ლეგიტიმურად მხოლოდ მოსკოვი აღიარებს.